მოგესალმებით ICT-ის ინტერნეტ ოთახიდან დღევანდელი DJ-ის პოდკასტის სტუმარია ლაშა დათუაშვილი. ლაშა, მოგესალმებით. მადლობა დათმობილი დროისთვის. როგორ ხართ? კარგად. როგორ მიმდინარეობს ნიჭიერისთვის სამზადისი? ძალიან კარგად, სხვათა შორის ცოტა ჩემი დროები ცოტა გადავანაწილე უკვე სხვანაირად წავიდა ჩემი ცხოვრების სტილი და მაგხრივ ვიტყვი რომ ცოტა აქტიური გავხდი მეტად და უკვე უფრო ბევრ რაღაცებზე ვფიქრობ და დიდი დრომი აქვს სამზადის ხო? რა თქმა უნდა. არჩეული გაქვთ სიმღერა? კი, სიმღერას არჩეული მაქვს და თან ისეთ სიმღერა რომ რა ვიცი ძალიან მომბერაზი ადამიანი მგეროდა და მე მგონი ყველა მიცის და ყველას უყვარს ესეთი სიმღერა გამოვიტანე მე მგონი და რა ნახოთ როგორი იქნება. საინტერესოა. კი ბატონო, აუცილებლად. ნიჭიერის შესარჩევი გავიხსენოთ. თქვენი ემოცია და ჟიურის შეფასებაც თუ გახსოვთ. კი, მახსოვს და ძალიან მაგარი იყო იქიდან გამომდინარე, რომ მართალი გითხრათ ამას აქში ცოტა ვეღარ ვიფიქრებდი, რომ ამ ფორმატით მოხდებოდი სცენაზე, თან ფილარმონიის სცენაზე და პლუს ის ყველაფერი დაერთო, რომ ჟიურიში ვინც იყვნენ ახლა ეს ხალხი, განსაკუთრებით დათო ახლა ჩემთვის ძალიან ისეთი ახლო ადამიანი იყო, ბავშვობიდან მოყოლებული, ახლა ჩემი ასაკის ვინც არის, ყველას ახსოვს სახე, თუ ვინ იყო, რა იყო, როგორ იყო და როგორც თქვი მაშინაც მართლა ინსპირაცია იყო სახე ჩემი ჯგუფის ჩამოყალიბების და იქიდან განვითარდა მე ყველაფერი და ჩემი მუსიკალური წინსვლები სხვათა შორის რომ მე კონსერვატორიაში მოხვდი, მე ოპერაში მოხვდი ესა და მთლიანობაში შემდეგი კითხვა ზუსტად ეს იყო და მივედით ბენდის ჩამოყალიბების ისტორია 90-იანი წლები გავიხსენოთ და ბოიბენდის წევრი იყავით, ხო? კი, ბოიბენდის წევრი ვიყავი. ისევ და ისევ იმას ვიტყვი, რომ ის პერიოდი ახლა როცა სახე მართლა მაგრად იყო. ყველას ინსპირაცია მართლა პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით სახე იყო. მაშინ ძალიან ბევრი ჯგუფები ჩამოყალიბდა და ძალიან ბევრი ჯგუფები წამოვიდა და ერთ-ერთი ვიყავით ჩვენ დასავლეთში, ახლა ვერ გეტყვით მთლიან საქართველოში არიქა და ტურნეები გქონდა, მაგრამ დასავლეთში გქონდა რა კონცერტებიც გქონდა. რამდენი იყავით ჯგუფში? 4 ბიჭი ვიყავით. მეგობრები ვიყავით სხვათა შორის საძმაკაცო და თან სკოლის სასაკის ვიყავით მაშინ რა. მე 10-11 კლასებში ვიყავით და იქიდან დაიწყო რომ აი ხო გახსოვთ ახლა ეს პერიოდი არაფერი არ იყო არც გართობა ინტერნეტზე ხო ზედმეტია საუბარი და ეს გიტარაები და ფოთში მქონდა ესეთი კინო საქართველო ერქვა და იმის წინ ვიკრიბებოდით ხოლმე ახალგაზრდები შუქი არ იყო და გიტარები და რაღაცები და აქედან გამომდინარე მე წამოვიდა ეს ნელ-ნელა რომ მოდი რა ბარემ ჩვენს გავაკეთოთ რა ჯგუფი რატომაც არა და ძირითადად ასრულებდით სახე სიმღერებს? არა, ჩვენი სიმღერები ჰქონდა, ჩვენ ალბომიც ჩავწერეთ იმ პერიოდში. უბრალოდ ეს ალბომი დაგვეკარგა რა რაღაცა სიმღერები მაქვს, მაგრამ უხარისხოდ არის რაღაცა ცოტა ტეხილები აქვს და ამიტომ ვერ ვასაჯაროვებთ. ხო, ჩვენი სიმღერები. წერდით თუ πώς? მუსიკებს წერდი ძირითადად და ტექსტს წერდა ერთი ჩვენი მეგობარი იყო, მე ჩვენი პროდიუსერიც იყო, ის ადამიანი ჭაბუკი ქოიავა. მე დიდი გამოხმაურება. კი. ნულიდან ისეთნაირად დავიწყეთ, აი მართლა საშინელ რაღაცებზე ჩავდიოდი და ხა იმ პერიოდში, იმიტომ რომ არ არსებობდა ეს ფონოგრამები და ესეთი ადვილად ვერ ვაკეთებდით და მაშინ ეს დიამახები რო იყო, იმაზე ვაკეთებდით რაღაცეებს და ნელ-ნელა მე წავედით წინ და რაღაცები იყო. ახლა ახსენეთ ოპერა. საოპერო გამოცდილება გაქვთ? კი. ოპერაში ვიმუშავე დაახლოებით 5-6 წელიწადი. გუნჩიც ვმღეროდი, მე სოლო კარიერაში, სოლისტად ვიყავი. და სხვათა შორის ძალიან მიყვარს ოპერა და დიდი სურვილი მქონდა გავყოლოდი, მაგრამ რაღაცა ბედის აუბედითობამ მაინც სხვა გზით წამიყვანა და ჩამორჩი ოპერას და უკვე ისეც არა მაქვს ყელი, იმიტომ რომ ოპერას ცოტა სხვანაირი პოზიცია უნდა და აქედან გამომდინარე ჩამოვცილდი, მაგრამ მიყვარს და დიდად ვაფასებ ყველა კლასიკოს. აი რა განსხვავებაა და სირთულეების მხრივ დაუშვათ
თქვენებურად რომ შევატაროთ ერთის კურსს საოპერო შემსრულებელი როცა ხართ და თუნდაც საერთოდ. ახლა აი თემას მინდა შევეხო. აი დათომაც თქვა იმაში შეფასებაში. ანუ მე ჩემი ბავშვობიდან რო დავიწყო, მე ბავშვობაში მღეროდი, გამოვიქეცი მე რატომღაც ფოლკლორში მიმიყვანეს თავიდან. და არ მომეწონა, იმიტომ რომ ბავშვობიდან ვიყავი, ბანი ვიყავი რა. და იქ ასე დადგებოდა ოც რომ მღეროდეს არ მომეწონა და გამომეთქი რა, რა. გამოვიქეცი. მე ის პერიოდი ფორტეპიანოზე დავდიოდი, ეგეც მაინც და მაინც არ მომეწონა. მაგრამ ეს შინაგანი მუსიკა ეთყობა მქონდა და მაინც მღრნიდა და ახალგაზრდობის, თინეიჯერობის ასაკში უკვე გაღვივდა ეს ყველაფერი და აი ზუსტად ის ჯგუფის ამბავი იყო. ანუ ჯგუფში მე პარალელურად ფოჩი რო ვიყავი ფოლკლორის სასახლეში დავდიოდი მან ანსამბლი იყო ესეთი ფაზისი და მან ვღეროდი. აქედან გამომდინარე, ანუ ჯერ ეს თანამედროვე სიმღერებს ვღეროდი, მე ფოლკლორში გადავედი და იმ ფოლკლორიდან უკვე კლასიკაში გადავედი, ხო ხვდებით? ხო და ეს სამივე ეტაპი რო გავიარე, სამივესი მიღებული მქონდა ეს კლასი და მე უკან დაბრუნება არ გამიჭირდა. და საერთოდ კლასიკოსებს, ვინც თავიდანვე ბავშვობიდან იზრდებიან კლასიკური განათლებით, ხო, იმათ პოზიციაც ხვანაერად ვითარდებათ ეს პირის აპარატი და სიმღერითაც მე უჭირთ ხოლმე რა, ჩაოლებრივ ესტრადაში გადასვლა. მე იმიტომ არ გამიჭირდა, რომ მე იქიდან აქეთ გადმოვედი და მე უკან დაბრუნდი რა. თქვენ ასრულებთ უმეტესად ქართულ სიმღერებს თუ ეს არის უბრალოდ ნაწილი რაც ჩვენ გვაქვს მოსმენილი და უცხოურ სიმღერებსაც? კი, მე ძალიან დიდი რეპერტუარი მაქვს, უცხოურიც მაქვს, ქართულიც მაქვს და წლების მანძილზე მე ახლა მართალი გითხრათ, ჩემი პროფესია მაინც სხვა მხარეს გადავიდა, რესტორნის ბიზნესში ვარ, რესტორნებში მომღერი ვარ ხოლმე. ხო და იყო პერიოდი, რომ საზღვარგარეთაც ვიყავი და ანუ ამ ყველაფერმა დიდი გამოცდილება მომცა და ძალიან დიდი რეპერტუარი დამიგროვდა რა. ხო და აქედან მომდინარე ბევრი მაქვს. ძალიან ბევრი მაქვს სიმღერები, ქართულიც, უცხოურიც, ავიცი. არა მაქვს მაგის გაჭირვება. აუდიტორიის ჩართულობაზე მინდა რომ ვკითხოთ, არტისტისთვის, შემსრულებლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ აუდიტორია, როგორ ხვდება, როგორ გამოხატავს ხო, რომ მოსწონს დაუშვათ და შეგეგებებოდნენ, მახსოვს თქვენი პირველი გამოსვლაც, თქვენი და დათოს შესრულებული სიმღერა, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა და აი ამაზე რომ გამიზიაროთ, აუდიტორიის ჩართულობას რა მნიშვნელობა აქვს? ხო, აუდიტორიასთან მე მართალი გითხრათ, ბავშვობიდან მაქვს შეხება და ვიცი უკვე როგორ უნდა ითანამშრომლო მათთან რა. აუდიტორია არის უბრალოდ ჩვენთვის რაც არის რა, იმიტომ რომ მომღერალი როცა სცენაზე დგას, ნებისმიერ ვინც ამ სცენაზე ვის დგას, ის მსახიობი იქნება, ვინც არ უნდა იყოს ჩვენ ვართ სახალხოები, ხო? გამოვდივართ სცენაზე, იმისთვის მღერი და იმისთვის ვთამაშობთ სცენაზე, რომ ხალხი მაინც რაღაც თავის დონეზე რაღაცნაირად გავართოთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს პირიქითი მუხტიც ძალიან დიდი მნიშვნელობის არის ჩვენთვის. როცა ასრულებთ ხოლმე სიმღერას, მაშინ მხოლოდ სიმღერაზე ხართ ასე ვთქვათ კონცენტრირებული თუ გესმით ეს შეძახილები, აპლოდისმენტები, რაღაც ჩართული? ყველაფერი მაგ თქმა წარმოიდგინეთ, სიმღერაზეც ვარ, იქითაც ვარ, აქითაც ვარ. ეს გათიშვა არ ამჭირს, არ მაქვს ეგეთი რამ. გამიგია, მაგრამ მე არ მქონია ეგეთი რამ, იმიტომ რომ მე ისიც მაინტერესებს და ესეც მაინტერესებს. დავკრა. კარგია. ლაშა, თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ და დარწმუნებული ვარ, იქნებოდა რაღაცა ისეთი დღეები, როცა ან რაღაც შეგეშალათ, გარდაქმნა მოგიწიათ, რაღაც შეცდომები, კურიოზები და ასე შემდეგ და კი, ძალიან ბევრჯერ მქონია, ძირითადად ჩემი პრობლემა არის ტექსტების დამახსოვრება, საშინელი მდგომარეობა მაქვს. ერთ-ერთს გავიხსენებ, კონსერვატორიაში მან გავდივართ ენის რა ქვია მაგას ფილოლოგიურ რაღაცებს რა. და მეტყველების ხო, მეტყველების გაკვეთილებს და ჩვენი ლექტორი ვინც იყო, ამზადებდა რაღაც საღამო იყო და ლექსები უნდა გვეთქვა და მე ეს პრობლემა მაქვს, აი ძალიან დიდი პრობლემა მაქვს, ამიტომ არაზუსტ არ მიყვარს არც ლექსების მაგრამ მაინც იმ სიმღერებთან მომიწია მე შეჭიდება და მაინც ტექსტები უნდა მემახსოვრებინა.
ერთ დღეს ეს რო დადგა, ჩვენი ლექტორი გვეუბნება, რაღაცები ლექსები დაგვირიგეს და უნდა მეთქვა ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა და ვეუბნები რომ გეხვეწებით ამას, მოთხარი არ გვინდა რა, მე არ ჩამთოთ ამას. არა, შენ ისეთი ნიჭიერი ხარ, თან ისეთი საყვარელი პედაგოგი იყო ჩვენი და შენ ისეთი ნიჭიერი ხარ, აუცილებლად უნდა გამოხვიდეს სცენაზე ესა ისა და ხო და კარგი და დადგა ეს დღეც აუდიტორია მოსულია, ხალხი ზის დარბაზში, ჰაი-ჰუი. ხო და იქ როიალთან ვიღაცა რაღაცებს უკრავს, რომ უნდა გააფორმოს მუსიკალურად და დავიწყე და იწყება ტექსტი, ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი და გავყევი ასე, გავყევი და გაჩერდა და დაბნელდა. აღარ გახსოვთ არაფერი. და აი პაუზა მაქვს ერთი 5-6 წამიანი და მივხვდი რომ всё ვეღარ ვაგზელებ. და იქიდან დარბაზიდან გააგრძელა ვიღაცამ და რა გინდათ მეთქი, რატომ აწვალებთ და აუ ეს იყო ჩემთვის კატასტროფა და აი მის მერე სულ ესე მაგ და ტექსტთან მაგ ძალიან ცუდი ურთიერთობები. სიმღერის დროს უშუალოდ თუ რამე გავიწყდებათ, რამე მეთოდი გააქვთ, იცი გადაფარო. მელოდიით მომალავ. მელოდიას ვაგრძელებ, ხო თხა ნა რაღაც ეგეთის ვაგრძელებ ხოლმე. უბრალოდ ცდილობ რომ რამენაირად ხო? როდის და როგორ გადაწყვეტ ნიჭიერში მონაწილეობა? ხო, ნიჭიერში ძალიან შემთხვევით მოხდა აი გადაცემა გვაჩვენე შენი ხმა. ხო და მაშინ ბანერზეც დავინახე ნიჭიერი ეწერა. წებოდა შესარჩევი. კი, შესარჩევით წებოდა. აქედან გამომდინარე მოხვდი ნიჭიერის სცენაზე და ძალიან დიდი მადლობელი ვარ მართლა ყველასი თითოეული გუნდის წევრის. ფილარმონიის სცენა პირველი გამოცდილება იყო თქვენთვის? ფილარმონიაში კი. უშუალოდ ფილარმონიაში. კი, ფილარმონიაში კი. მანამდე ახლა ოპერის სცენაზეც გამოსულათ იმას, მაგრამ ფილარმონიაში არავის არ ყოფილი ვარ. გამოსვლით ამ მქონია შეხება. და როგორი ემოცია იყო? ძალიან დიდი სხვათა შორის და აი ყოველთვის რამდენი ჩავლილი ყოველთვის ფიქრობდი ხოლმე რა მეთქი ოდეს მე მაგრამ აი 42 წლისა ვარ ახლა და ამასაკამდე ისე მოვედი რომ მარტო ჩავლიდი ჩამოვლიდი. მე ვერაფერს ვერ ვაკეთებდი და აი შემთხვევით მოვხდი. შემთხვევით რა თქვენი წყალობით ისევ და ისევ და ესეც სრული სავისრულეთ ესე გამოვიდა. აწი არ გავჩერდები. ვაშა თქვენ როგორც აღნიშნეთ ფილარმონიასთან მიმართებაში თუნდაც ჩავივლიდიო, მაგრამ ვერ ბედავდიო, ხო, თუნდაც ნიჭიერზეც რაღაც გეფიქრებო და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანია, ვისაც დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ვერ იღებს ამ გადაწყვეტილებას და თქვენი გამოცდილებით უკვე დღევანდელი მდგომარეობით ხომ არ ურჩევდით თუნდაც ახალ ბედაში. კი, რა თქმა უნდა, ყველას ურჩევ, იმიტომ რომ დღეს ცოტა სხვა შესაძლებლობებია. იმისგან განსხვავებით, ვიდრე ჩემ პერიოდში იყო მაგალითად. ვისაც თუ რამის სურვილი გაგაჩნიათ, რომ რაღაცა მიზნისკენ წახვიდეთ, აუცილებლად უნდა გადადგათ ეს ნაბიჯი. ფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გააკეთოთ თქვენი გასაკეთებელი და თქვენი ისტორია თქვენ თვითონვე უნდა დაწეროთ. ასე ეს. მადლობა. რა შეცვალა ნიჭიერმა თქვენს ცხოვრებაში? ძალიან ბევრი რამ დავიცი ახლა ძალიან ცოტა პერიოდი გავიდა რაც გამოჩნდა ნიჭიერის სცენაზე და ის შეცვალა რომ ცნობადობა რა თქმა უნდა ბევრად უფრო აიწია იქიდან გამომდინარე თან რა სიმღერაც მე იქ შევასრულეს ხო ყველას უყვარს რა თქმა უნდა და აი დღე არ გავა თითქმის ეგ სიმღერა რო არ მომღერო ნახე რო კახურო და მით უმეტეს თუ კახელები ყვას სტუმრად ხო საერთოდ და ძმა ხარ და რაღაც ეგეთი რაღაცები და ბევრი დაჭერას გძნობთ. რა თქმა უნდა, კი დიდი ძალიან ცოტა დრო დარჩა ნახევარფინალამდე და გამოვიყენოთ შესაძლებლობა და მიმართეთ აუდიტორიას. ხო, აუდიტორიას რა მინდა უთხრა, ისევ და ისევ დიდი მადლობა მინდა ყველას უთხრა. თითოეულ თქვენგანს ისევ და ისევ მე მგონი რა თქვენ მხარდაჭერა ამ წუთას უკვე მართლა დამჭირდება. ეს შეძლებს დაგვარად არავის სეგმენტად არავის არ შევაწუხებ თქვენი ნება იყოს იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოსვლელია ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის და თქვენ უნდა შეერჩიოთ ყველა მაგრამ მე ჩემს გულშემატკივრებს გირჩევთ რომ დავრაზმდეთ და გავაკეთოთ მაქსიმუმი რაც შეიძლება ყველგან სადაც არ უნდა ვიყოთ საზღვარგარეთ საქართველოში ყველას გენაცვალეთ დიდი მადლობა ყველას წინასწარ
დიდი მადლობა ლაშა სტუმრობისთვის. მადლობა ჩვენს მაყურებელს და შეგვიძლია გავაგრძელოთ ნიჭიერის განმეორებითი ეპიზოდის მეორე ნაწილი დროებით.